მოგესალმებით, ჩემი ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ყოველთვის არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ და მადლობა იმისთვის, რომ ჩემს გაშლებს უყურებთ, აკომენტარებთ, ვისაც არ გამოგეწერებთ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ ჩემი ძვირფასებო, მაქვს ასეთი სურვილი, რომ ახლა გავაკეთოთ გაშლა, ახალი დასტა მაქვს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ მაქვს შესწავლილი, მაგრამ მაინტერესებს როგორ მუშაობს, ამიტომ მადლობელი დაგრჩებით თუ გამომეხმაურებით კომენტარებში, ვისთან რომელი ვარიანტი რეზონირდა. ან რა რეზონირდა კონკრეტულად, ხო? ან დამიტოვეთ კომენტარებში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ, გაშლა გვექნება 3 ვარიანტზე. აი ასე დავალაგოთ ეს ქვები და ვნახოთ, ესე იგი პირველი, მეორე და მესამე, პირველი, მეორე და მესამე. და ვნახოთ ახლა ახალი დასტით ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის და ვნახოთ რას ფიქრობს ზოგადად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან ურთიერთობაზე. იმ ურთიერთობაზე რაც გაქვთ, ხო? ვნახოთ რას გვიჩვენებს. მაშინ ასე დავიწყებთ, მე დავალაგებ არკანებს და შემდეგ გადავალ წაკითხვაზე. ორაკულის ტიპის დასტა ჩემს უფასებო, არდენთ ტარო ასეთი სახელია და ძალიან საინტერესო დასტაა და მაინტერესებს როგორ იმუშავებთ. ნახოთ ამჟამად როგორია სიგნიფიკაცია თქვენს შორის, ანუ რაც ხდება ამჟამად თქვენს ურთიერთობაში და ნახოთ რას ფიქრობს პარტნიორი თქვენთან, მაგრამ დავდოთ ჯერ ეს ზურგით, თქვენთან ურთიერთობაზე რას ფიქრობს და განახებთ შემდეგ არკანებს ჩემს უფასებო, თუ არ ჩანს არ არის პრობლემა და განახებთ და ვნახოთ ახლა ეს არის პირველი ვარიანტი, ახლა მეორე ვარიანტისთვის ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის, და რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე ჩაფიქრებული პიროვნება, ეს მეორე ვარიანტი იყოს ასე. და შემდეგ ვნახოთ მესამე ვარიანტს, ვინც აირჩევს. თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამჟამად. თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამ მომენტისთვის, როგორია ურთიერთობა ამ მომენტში თქვენს შორის და რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე, ასეთ რომ თქვენი პარტნიორი, ხო? მაშინ ასე მოდი ქვებს ასე დავდებ, რომ აარჩიოთ თქვენ ესე იგი პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი, აირჩიეთ ვარიანტი. მე გადავდებ მესამე ვარიანტს, გადავდებ მეორე ვარიანტს და დავტოვებ პირველ ვარიანტს და ვნახოთ როგორია ამჟამად თქვენს შორის ურთიერთობის სიგნიფიკაცია, რა ხდება ამჟამად თქვენ შორის. ნახეთ როგორი არკანია ჩემს უფასებო. The flower bearer, ყვავილების დამტარებელი. თუ სწორად წავიკითხე ინგლისურად, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. როგორი არკანია, ნახეთ. ესე იგი, რა ხდება ახლა თქვენს ურთიერთობაში? იცით როგორი მომენტია? თითქოს თქვენს ურთიერთობაში არის რაღაც გარკვეული, რა თქმა უნდა, სიყვარული და სილამაზე ურთიერთობაში, მაგრამ ნახეთ, თითქოს სიყვარულისთვის ერთ-ერთი მხარე რაღაც მსხვერპლს წირავს, ხო? ანუ ხელები როგორ აქვს ეკლებით დასერილი. იმისთვის რომ სახე იღიმის, ხო? თითქოს თეატრალურ პერსონას გვიჩვენებს, ესე იგი, შესაძლებელია თქვენი ურთიერთობა რაღაც ეტაპზე ნაწილობრივ მაინც არის რაღაც თამაში ჩემს უფასებო. კი ბატონო, არის ურთიერთობაში რაღაც სილამაზე, სიყვარული, გრძნობა, მაგრამ აქ ვარდის ეკლებით დასერილი ხელები მიუთითებს იმას, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს ტკივილი, ან მსხვერპლად შეწირვა ერთი სიტყვით, იცით? თითქოს ურთიერთობა, რომელიც გაქვთ ამ მომენტისთვის, მოითხოვს ძალისხმევას და მზადყოფნას, რომ რაღაც ტკივილები გადაიტანოთ რაღაც გარკვეულწილად, ხო? როდესაც რაღაცას გასცემ, ანუ გაცემისა და მიღების ბალანსია თითქოს, ხო? ანუ რაღაცას რომ იღებ, სამაგერად რაღაც უნდა გასცე, იმისთვის რომ რაღაც სილამაზე, ну ვარდი ეს არის სილამაზე, ხო? ანუ ემოციები, გრძნობა, მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლავს ტკივილი. თან ნახეთ როგორ, ანუ ვარდებს იხუტებს, ხო? ეს შეიძლება იცით როგორი მომენტია. ერთი მხარე ძალიან ბევრს გასცემს თითქოს იმისთვის, რომ რაღაც ურთიერთობაში რაღაც გამოვიდეს, ხო? ანუ რაღაც აიწყოს, კარგად ჩანდეს, ლამაზად ჩანდეს. ყოველ შემთხვევისთვის თითქოს
ამ ურთიერთობას, რომელიც გაქვთ, ბოლომდე თითქოს არ არის ასე ვთქვათ გულწრფელობა, ხო? ანუ საკუთარ თავს აზიანებს ერთ-ერთი მხარე შემოწმფასებო ამ ურთიერთობაში. ესე იგი, რა ხდება? იმისთვის, რომ თქვენს პარტნიორს ან თქვენ გქონდეთ ის, რაც გაქვთ, ერთ-ერთი მხარე ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებს, თავის საკუთარი ტკივილის ფასადაც კი, რომ თქვათ შეინარჩუნოს ის, რაც მისთვის ძვირფასია. და ამ ყველაფერში საკუთარ თავს აზიანებს, ხო, საკუთარ თავს აზიანებს. ნახეთ, არ გინდათ თითქოს გაშვება და იმ ტკივილის და იმ ყველაფრის, ანუ როგორი მომენტია, იცით, როდესაც სიყვარულის გამო ურთიერთობაში ერთ-ერთი მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ მიიღოს, თქვათ, ყურადღება, აღიაროს პარტნიორმა, ხო, რაღაც შედეგს მიაღწიოს, იმის გამო, რომ რაღაც შედეგს მიაღწიოს ურთიერთობაში, საკუთარ თავსაც კი აზიანებს და მსხვერპლად სწირავს, რომ აი ეს არ დაკარგოს ის ლამაზი ვარდები, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ვარდები ძალიან ლამაზია, მისი ეკლები ძალიან მტკივნეულია, ხო? მტკივნეულია. თან ეს ყველაფერი სცენის ფონზეა. ნახეთ, როგორი ის არის სცენის ფონზე. თითქოს თქვენი ურთიერთობა რაღაცნაირად ისია, რომ აი ყველა რაღაც როლს თამაშობს თითქოს, ხო? შეიძლება ეს იყოს გარეგნული სახე, რომელიც სხვების დასანახად არის ნაჩვენები, მაგრამ ამ ყველაფრის შიგნით პიროვნება გამიცდის ძალიან დიდ ტკივილს, ან ურთიერთობა. და ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ორი ადამიანია, ხო? და ეს ურთიერთობა ტკივილს გაყენებთ, ხო? ანუ ერთ-ერთ მხარეს უფრო მეტად ვიდრე მეორეს. პირველი ვარიანტი, ვინც აერჩია, ესე იგი, როგორი მომენტია, იცით, კი ბატონო, შეიძლება ეს ურთიერთობა იყოს სიყვარულით სავსე, რაღაც სილამაზით, ხო, მაგრამ ამავე დროს ძალიან მტკივნეული, ძალიან ბევრისთვის იმის გამო, რომ არ დაკარგოთ ის, რაც თქვენთვის ძვირფასია და პირველ რიგში შესაძლებელია ამ ყველაფრის ფონზე საკუთარ თავს კარგავდეთ და ამას ვერ ამჩნევდეთ შემოძვირფასებო. ანუ იმის გამო, რომ შეინარჩუნოთ ის ყველაფერი, რაც გაქვთ, პირველ ვარიანტში ძალიან დიდ მსხვერპლს და ძალიან დიდ ძალისხმევას, ასე ვთქვათ, მოითხოვს ეს ურთიერთობა, პირველი ვარიანტი ვინც არჩია შემოკარგებო. და ეს ყველაფერი ნახეთ სახეზე თითქოს სხვისი თვალის დასანახად ყველაფერი კარგად არის, თითქოს ეს რაღაც ნიღაბი, ღიმილიანი ნიღაბი მორგებული გაქვთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ ნიღაბი. შემოძვირფასებო შინაგანად ძალიან ბევრი რამე გტკივათ და ძალიან ურთიერთობაში პარტნიორის მხრიდან შესაძლებელია ძალიან ბევრი რაღაც გულის ტკენა გაქვთ, რასაც ხმამ ახლა ამას ვერ ამჟღავნებთ და ვერ ამბობთ. აი ესეთია პირველი ვარიანტისთვის სიგნიფიკაცია. ვნახოთ ახლა რას ფიქრობს პარტნიორი იმაზე, რაც თქვენ შორის ხდება, ხო? Spotlight. პარტნიორის აზრები, ნახეთ როგორი ის არის, რა ქვია, სცენა აქაც, განათებული სცენის ცენტრში, განათებულ ადგილას პირი, რომელიც მოსასხამით არის, ხო? და აქეთ იქიდან ნახეთ როგორი ხელებია. ანუ როგორი მომენტია, იცით, აქ რა ხდება? პარტნიორი შესაძლოა ფიქრობს, რომ თქვენი ურთიერთობა ახლა არის აი სცენაზე, როგორც სცენაზე, ხო? თითქოს ყველაფერი ჩანს. თითქოს ყველაფერი განათებულია. თითქოს პარტნიორი ვერ მალავს თავის საკუთარ ემოციებს, თითქოს დაძაბულიც არის, ხო? მაგრამ ამავე დროს ბოლომდე მას არ უნდა თითქოს გამჟღავნება. ან შესაძლებელია იცით როგორი მომენტია, თუ ურთიერთობა, არ ვიცი, როგორ ურთიერთობაში იმყოფებით თქვენს პარტნიორთან, თქვათ, შესაძლებელია თქვენი ურთიერთობა უკვე გამჟღავნდა და აღარ არის დამალული, ხო, ძალიან ბევრისთვის, ხო, რაღაც განათებული, ზედაპირზეა უკვე, ხო, თითქოს ყველასთვის უკვე დასამალი აღარ არის ის, რაც თქვენს ურთიერთობაში ხდება და ეს ყველაფერი შეიძლება შიშს აღძრავს და დაძაბულობას თქვენს პარტნიორში, ხო, შესაძლებელია. თქვენი პარტნიორი ურთიერთობას ხედავს როგორც ძალიან მნიშვნელოვანს, რადგან აი მნიშვნელოვანია მისთვის, თქვენთვის, მაგრამ არის სირთულეები, არსებობს სირთულეები და აი ამ სირთულეების შიში, ნახეთ, თითქოს ეს ჩრდილებიდან იცავს თავს, ხო? ანუ შესაძლებელია მას ეშინოდეს იმის, რომ ურთიერთობა თუ თქვათ ამ მომენტისთვის არ არის საჯარო, ხო? ზედმეტად არ გასაჯაროვდეს. შესაძლებელია პარტნიორი ფიქრობს იმას, რომ თქვენი ურთიერთობა
უკვე იმ ეტაპზე, სადაც ყველაფერი აშკარად ჩანს, ხო? აშკარად ჩანს, აღარ არის უკვე დამალული და აღარ აქვს დამალვას სიტყვაზე ასე ვთქვათ, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს დამალვას, ხო? თქვენი ურთიერთობის დამალვას. ან იმას, რაც თქვენს ურთიერთობაში ხდება. თითქოს რაღაცნაირად დაძაბულობას გრძნობს და იმის შიშს, რომ რაც ბოლომდე შეიძლება ეშინია ფიქრობს და ეშინია იმის, რომ გარე ძალების მხრიდან რაღაც ზეწოლის და აი ეს მომენტიც შეიძლება იყოს ჩემო ძვირფასებო, ხო? ანუ რაღაც არის ფაქტორები, რისიც ეშინია თქვენს პარტნიორს ურთიერთობაში და ეს შეიძლება იყოს შიში იმის, რომ აი საზოგადოებრივი აზრის თუნდაც და ერთი სიტყვით ძალიან ბევრი რაღაც ფაქტორი, რაც დაძაბულობას იწვევს მასში. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც უკვე გამონათებულია, ხო, ურთიერთობაში, თითქოს რაღაც უკვე გაცხადებულია და უკვე ყველაფერი თითქოს ნათლად, თანდათან სინათლე ეფინება იმ ყველაფერს, რაც თქვენ შორის ხდება. ну, ასეთი იყო პირველი ვარიანტი, ძალიან საინტერესო დასტა ჩემის აზრით, მე მაინტერესებს როგორ რეზონირდა თქვენთან, ჩემო ძვირფასებო. მე დაგემშვიდობებით პირველ ვარიანტს და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ურთიერთობის სიგნიფიკაცია მომენტისთვის. Revine. ვაზი. აქ რა ნახეთ, როგორი სურათი გვაქვს აქ მოცემული ეს ორაკულის ტიპის დასტა ჩემო ძვირფასებო და მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ურთიერთობა, რომელიც ამჟამად გაქვთ, არის ხანგრძლივი ურთიერთობა გაქვთ, შეიძლება ხანგრძლივი და ანუ არ არის ახლად დაწყებული ურთიერთობა, ხო, მეორე ვარიანტისთვის. ეს არის, როგორ გითხრათ, იცით, როდესაც ურთიერთობაში არის მჭიდრო კავშირი, რაღაც შესაძლებელია იყო რაღაც რთული სიტუაციები, ემოციურად რაღაც დაძაბულობები, ძალიან ბევრი რამ გამოიარეთ, მაგრამ აი ძალიან რაღაც ბევრი სირთულე. ნახეთ როგორ არის გადახლართული, მაგრამ აი ამ სირთულეების მიუხედავად მაინც მყარად დგას, ხო, აი ახალი ის აქვს შემოხვეული და ახალი ფოთლები და ყვავილები აქვს გამოტანილი, ანუ იმ მაინც ყველაფრისა, ხო, ყვავილები მიუთითებს, რომ კავშირი არ არის, ესე ვთქვათ, როგორ გითხრათ, იცით, ადვილად თქვენი კავშირი, რომ აი ადვილად აიქცეს ერთი სიტყვით, როგორ თქვა. მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ფეხზე დგას მყარად და ცდილობს, რომ რაღაც ახალი ყლორტები გამოიტანოს, ხო? ანუ კიდევ უფრო კარგად გაიდგას ფესვი მიწაში, ხო? ანუ როგორი მომენტია, იცით, აქ არის ურთიერთობა, რომელიც სავსეა რაღაც ემოციებით. ეს ემოციები არის როგორც დადებითი, ისე რა თქმა უნდა, უარყოფითი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, როგორც ჩანს თქვენმა ურთიერთობამ, ძალიან ბევრი ტკივილი განიცადა და ეს არ არის მარტივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაქვთ რაღაც იმედი იმის, რომ ურთიერთობაში რაღაც ახალი ყლორტები, ახალი სიცოცხლე დაიბადება და ახლიდან კვლავ წამოდგებით, ხო, წამოდგება ეს ურთიერთობა და კვლავ გაგრძელდება ერთი სიტყვით მთლიანობაში. ძლიერი კავშირია აქ მეორე ვარიანტი ჩემო ძვირფასებო. ძლიერი კავშირი და ძლიერი, როგორ გითხრათ, მიჯაჭვულობა ერთმანეთზე და ერთმანეთზე დამოკიდებულება. შესაძლებელია ერთი მხარე, რა თქმა უნდა, უფრო მეტად არის ასე ვთქვათ, ურთიერთობაში უფრო მეტს იტვირთებს ვიდრე მეორე, მაგრამ მაინც არის იმედი იმის, რომ ერთად უფრო ძლიერები ხართ და ერთად უფრო მყარად იდგებით ფეხზე და მიუხედავად ყველაფრისა ამ ურთიერთობას, რომელიც გაქვთ, შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ, მყარად იდგეთ და არ დაეცეს და არ წაიქცეს ერთი სიტყვით თქვენი ურთიერთობა. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობაზე პარტნიორი. ნახეთ, როგორი მომენტია. პიროვნებას უჭირავს სარკე და მიშვერილი, აქეთ ყველა მხრიდან თითქოს ვიღაც ხელს იშვერს მისკენ, ხო, თითებს იშვერს. ნახეთ, როგორი, ესე იგი, განტერების ვაცია, ასე ქვია ამბარაც. ძალიან ბევრი რამე თქვენი პარტნიორის ფიქრები არის იქითკენ, რომ ძალიან ბევრი რამე თქვენს ურთიერთობაზე, თქვენს, ანუ იცით როგორი მომენტი, თითქოს ძალიან, ანუ მისკენ იშვერენ ხელს, ხო? ანუ მსხვერპლად არის და რაღაც დამნაშავედ გამოყავთ
გამოჰყავთ ან თქვენ ან თქვენს პარტნიორს, არ ვიცი ერთი სიტყვით, ან საზოგადოებას ზოგადად, ხო, თქვენ ძალიან ბევრი იშვებს თქვენისკენ ხელს თითქოს, ხო? და დამნაშავედ ცდილობენ რომ წარმოგაჩინონ, რაღაც ზეწოლა ხდება. ფიქრობს რომ თქვენი პარტნიორი დაგრძნობს იმას, რომ მუდმივად ხდება შეფასება და კრიტიკა, არ ვიცი ვისი მხრიდან, თქვენი მხრიდან თუ სხვების მხრიდან, ერთი სიტყვით, შესაძლებელია თქვენს ურთიერთობაში იყვნენ პირები, ჩარეულები, რომლებიც მუდმივად შეიძლება თქვენ გირევენ გონებას და რეალური სურათი, ანუ სიმართლის, ასე ვთქვათ, რეალურ სურათს თქვენ ვერ ხედავთ შეიძლება. ეს ანუ შესაძლებელია იყვნენ პირები თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ურთიერთობაში, ვინც მუდმივად ეძებს განტევების ვადს და ვინც მუდმივად რაღაც კრიტიკისა და ზეწოლის და ასე ვთქვათ დამნაშავის როლში შეიძლება გამოყავდეთ და შეიძლება ამ ყველაფერს თქვენ აქცევთ ყურადღებას, არ ვიცი, ან შეიძლება არც აქცევთ, მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს გარე ძალები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რაღაც გზას აგაცდინონ და აზრი შეგიცვალონ, ხო, აზრი შეგიცვალონ. ანუ რა ხდება იცით, თქვენი პარტნიორი ფიქრობს იმას, რომ შეიძლება თვითონ გრძნობს თავს მსხვერპლად თქვენს ურთიერთობაში. შესაძლებელია ფიქრობს იმას, რომ თქვენ ხართ მსხვერპლის სხვისი ზემოქმედების გამო. შესაძლებელია თქვენზე აი ეს კრიტიკა, სხვების ლაპარაკი რაღაც ნეგატიურ გავლენას ახდენს და შემდეგ ეს ყველაფერი ურთიერთობაზე ისახება. აი ესეთია ყოველ შემთხვევისთვის პარტნიორი ფიქრობს იმას, რომ აი ეს პასუხისმგებლობა, რასაც მას აკისრებთ, ხო, ეს და რეალურად რაც გესმით გარშემო, თქვენს გარშემო, არ ვიცი, ახლობლებისგან, საზოგადოებისგან, ეს არ არის რეალური და ეს არ არის ის სურათი, რასაც თქვენ ხედავთ და ამას ძალიან განიცდის შეიძლება ჩემზრფასებო. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეორე ვარიანტი მაინც ვცდილობთ, რომ აი ეს ურთიერთობა, რომელიც ძვირფასია თქვენთვის, რაღაცნაირად ერთად გადახლართულები ხართ, ერთად რაღაცნაირად კავშირში ხართ, მაინც არ წაიქცეს ერთი სიტყვით. აი ასეთი იყო მეორე ვარიანტი, მადლობას მოგახსენებთ. ნახოთ ახლა მესამე ვარიანტი, ურთიერთობის სიგნიფიკაცია. ნახეთ, ოკეანის ფსკერია, ადამიანი, რომელიც იძირება ოკეანეში და გარემოცვაშია ვეშაპების და რვაფეხების გარემოცვაში. იცით როგორი მომენტი აქვს თქვენი ურთიერთობაში, მე შემიძლია გითხრათ ახლა ამ სურათის მიხედვით, რომ ძალიან ბევრი რა თქმა უნდა, ემოციებით არის დატვირთული, ემოციები, რაღაც შიშები, ღრმა ურთიერთობა და ღრმა ემოციები, მაგრამ შესაძლებელია აი ამ სიღრმეში ჩაიკარგოთ შემძვრფასება და ისეთ ფაზაშია შესაძლებელია ახლა თქვენი ურთიერთობა, რომ ყველაფერი ზედაპირზე არ ჩანს და იმისთვის რომ გაერკვიოთ თქვენს ურთიერთობაში საჭიროა ცოტა ქვეცნობიერში, თქვენს თავში ჩაღრმავება, თქვენს სიღრმეში ჩახვიდეთ, ხო და იქეძებოთ, ესე იგი წყლის ქვეშ ეძებოთ ერთი სიტყვით ის რაღაც კითხვებზე პასუხი, რაც შეიძლება თქვენს ურთიერთობაში დგას ამ მომენტისთვის, ხო? ნახეთ ვეშაპი და კიდევ აქეთკენ რაღაც რვაფეხა. შეიძლება ეს როგორც წავიკითხოთ, იცით, არიან თქვენს ურთიერთობაში რაღაც უხილავი ძალები, რისი შიშიც გაქვთ შეიძლება, ხო? ანუ ეს შეიძლება იყოს, ვერ გრძნობდეთ ამას, მაგრამ როგორ გითხრათ, იცით, რაღაცა შინაგანად გრძნობთ ურთიერთობაში იმას, რომ რაღაც საფრთხე შეიძლება იყოს თქვენს ურთიერთობაში, ხო? ანუ აქ არის ჩაძირული სიღრმეში დალექილი ემოციები, რომლის რაღაც ბევრი კითხვა, რომელიც უნდა ეძებოთ თქვენი გულის სიღრმეში, ურთიერთობაში. შეიძლება იცით როგორი მომენტია. ბევრი რამ არის გაურკვეველი თითქოს ამ მომენტში თქვენს ურთიერთობაში. არის როგორც ოკეანის სიღრმე, ბევრი რაღაც უხილავი და რაღაც პატარა საფრთხეები, რომელსაც შეიძლება ვერ ჭვრეტდეთ, ხო? აი ესეა თქვენი ურთიერთობაც ამ მომენტისთვის. რაღაც არის გაურკვევლობა თქვენს ურთიერთობაში და აი საჭიროა, რომ გამოიჩინოთ სიფრთხილე, რომ აი ამ ემოციურმა მდგომარეობამ რაღაც მცდარი ნაბიჯები არ გადაგადგმევინოთ და რაღაც სიღრმეში არ ჩაიკარგოთ შემოძვრფასება. ესე იგი სავსეა ურთიერთობა აქ გაურკვევლობის და რაღაც შიშებით.
მაგრამ ძალიან ბევრი რამის პასუხი არის თქვენს თავში, ჩემო ძვირფასებო, თქვენს შიგნით უნდა ჩაიხედოთ, რამდენად გიღირთ, თქვათ, ის ურთიერთობა, რამდენად გინდათ იმ ურთიერთობაში და იმ ემოციებში ჩაძირვა, რაც გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია ეს არკანი. რაღაც ერთგვარი თითქოს გაფრთხილებაც არის, რომ არ ჩაიკარგოთ აი ემოციებში, წყალი ხო, ემოციებია, ხო? ემოციებია და არ ჩაიძიროთ იმ ემოციებში. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე, თქვენთან ურთიერთობაზე პარტნიორი. Wind. ქარი, ხო? ქარი ამოვიდა აქ. ნახეთ ახლა როგორი მომენტია, ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია იცით, არ ვიცი, ზედმეტად ემოციური ურთიერთობა გაქვთ თქვენ. ამის საპასუხოდ, რომ გავაანალიზოთ ერთმანეთს, რომ დავუკავშიროთ ეს ორი არკანი. შესაძლებელია თქვენს და თქვენს პარტნიორს ზედმეტად ასეთი ემოციური კავშირი გაქვთ ერთმანეთთან, შეიძლება წყალი ემოციებია, ხო? ზედმეტად ასე ვთქვათ, ემოციებში იძირებით, ან ცდილობთ, რომ ჩაითრიოთ თქვენი პარტნიორი, ხო, თქვენს ემოციებში ზედმეტი ყურადღება, ზედმეტი რაღაც სიყვარული, ესეთი დამოკიდებულება ზოგჯერ ადამიანებს აშინებთ და ქარი მე ქარს წავიკითხავ როგორც თავისუფლებას, ხო, შესაძლებელია თქვენი პარტნიორი ფიქრობდეს იმას, რასაც ახლა ჩემი ინტუიციამ კარნახობს, ხო, რომ უნდადეს თავისუფლება ურთიერთობაში, ზედმეტად არ იყოს თქვენს ემოციებში ჩაძირული, ხო? აი და უნდადეს თავისუფლება, უნდადეს რაღაც სუბუქი ზედმეტად ჩარჩოებში არ მოაქციოთ, ჩემო ძვირფასებო, პარტნიორს დაუტოვეთ სივრცე იმისთვის, რომ გქონდეს და თქვენ თავსაც, ჩემო კარგებო, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, ორივე მხარეს სჭირდება რაც პირადი სივრცე, ხო და პირადი თავისუფლება. თავისუფლების მოთხოვნა აქვს თითქოს თქვენს პარტნიორს და სურვილი, თითქოს აი თავისუფლად ჩაისუნთქოს, ურთიერთობაც არ იყოს აი ზედმეტად დამთრგუნველი, აი ზედმეტი ემოციებით დატვირთული, ხო? ანუ ზოგჯერ ძალიან ბევრს აღიზიანებს ეს ზედმეტი ემოციები, ზედმეტი აი გულის აჩუყებები და ესეთი რაღაც დამოკიდებულება, ერთი სიტყვით. ძალიან კიდევ ეს ქარი აზრები და ემოციებია და გაცვლა ანუ კომუნიკაცია, ხო? ანუ პარტნიორი ურთიერთობას აღიქვამს როგორც ენერგიის გაცვლის პროცესს და სადაც აი კომუნიკაციაც არის, რაღაც გულწრფელი გამოხატვა, მაგრამ ამავე დროს ეშინია იმის, რომ არ დაკარგოს თავისუფლება, არ დაკარგოს და არ გახდეს აი ემოციების ტყვე. აი ეს მომენტია, ჩემო ძვირფასებო, მესამე ვარიანტი. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის, ძალიან მაინტერესებს, როგორც უკვე გითხარით, ახალი გასტაა ეს და ძალიან მაინტერესებს, როგორ აჩვენა და როგორ რეზონირდა თითოეულ თქვენგანთან. მადლობა და ნახვამდის.